საქართველოს საპატრიარქოს თეოლოგიის სადისერტაციო კომისია მათ ადამიანს თეოლოგიის სამეცნიერო დოქტორის წოდება მიანიჭა. სადისერტაციო კომისია საქართველოში დღეს პირველად შეიკრიბა. კომისიის თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იყო. კომისიის შემადგენლობაში უწმიდესისა და უნეტარესის იუბილეზე უცხოეთიდან ჩამოსული სამღვდელო და ქართველი საერო პირები შედიოდნენ. ჩვენ ხონდა სხდომა სადაც მიიღეს მონაწილეობა მსოფლიო ეკლესიებიდან მეცნიერებმა, სასულიერო პირებმა და 10 დისერტანტს მიენიჭა დოქტორის ხარისხი და ამით შეიქმნა სადისერტაციო საბჭო. ყველას ულოცავ ამ დიდ მოვლენას. არ არსებობდა სადისერტაციო საბჭო, არ გვყავდა ღვთისმეტყველების დოქტორები და არ გვყავდა ღვთისმეტყველების დოქტორები და არ იყო საშუალება სადისერტაციო საბჭოს დაფუძნების. პატრიარქის უდიდესი ავტორიტეტით, რომელიც თავად ბრძანდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, ღვთისმეტყველების დოქტორი, ცნობილი ღვთისმეტყველი მთელ მსოფლიოში მისი ავტორიტეტით შესაძლებელი გახდა, რომ ეს საბჭო დღეს დაფუძნებულიყო.